საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი ირანში აჭარის ტურისტულ და საინვესტიციო პოტენციალს 15 ქვეყნის 700 დელეგატი გაეცნო. აჭარის მთავრობის წევრებმა ირანში ვიზიტის ოფიციალური შეხვედრები გამართეს ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და სპორტის სფეროების წარმომადგენლებთან. საინვესტიციო ბიზნეს ფორუმი 5 მილიონიან ქალაქ თაბრიზში გაიმართა. დაწყებულია მუშაობა და ბათუმს ტურისტები ახლო მომავალში თაბრიზიდანაც ეწევიან. 15 ქვეყნის 700-მდე დელეგატი ირანის ქალაქ თაბრიზში მესამე საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე შეიკრიბა. ფორუმის მიზანი საინვესტიციო გარემოს გაცნობა და მხარეებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება იყო. ოფიციალური შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართული დელეგაციის წევრებმა შეხვედრები ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან გამართეს. ინფორმაცია აჭარის ტურისტული პოტენციალის და საინვესტიციო გარემოს შესახებ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა აღმოსავლეთ აზერბაიჯანის რეგიონის გუბერნატორს პირადად გააცნო. თუნდა შეხვედრა გუბერნატორთან, რომელიც უახლოეს ხანში გვეწევა ჩვენს რეგიონში კონკრეტული წინადადებებით, კონკრეტული საინვესტიციო, კონკრეტულ ინვესტორებთან ერთად და მე ვფიქრობ, ეს არის საწყისი იმ დიდი ურთიერთობებისა, რასაც გვია ჩვენი ორი ქვეყნის ურთიერთობა. მე ვიმედოვნებ, რომ აღნიშნულ ვიზიტს მოყვება კარგი შედეგი, როგორც საინვესტიციო კუთხით, ისევე ტურიზმის კუთხით და უამრავი ადგილობრივი მაცხოვრებელი ეწევა ჩვენს რეგიონს. საინტერესო შეხვედრა იყო, გავეცანით თქვენი რეგიონის ტურისტულ და საინვესტიციო პოტენციალს. საქართველოს ბოლო რამდენიმე წელია ირანელი ტურისტების ყურადღების ცენტრშია. ბატონმა მინისტრმა უშუალოდ მომაწოდა ინფორმაცია აჭარის რეგიონის შესახებ. იმედ მაქვს უახლოეს პერიოდში ვეწვევით თქვენს ქალაქს და პირადად დავათვალიერებ რეაბილიტირებულ ბათუმს. ქართულ კურორტებზე დასვენებას ირანელ ტურისტებს რამდენიმე ადგილობრივი კომპანია სთავაზობს. თეირანის პარალელურად მსგავსი პაკეტის ამოქმედებას უახლოეს პერიოდში 5 მილიონიან ქალაქ თაბრიზში მოქმედი ტურსააგენტოებიც გეგმავენ. ირანელ კოლეგასთან შეხვედრაზე აჭარის ტურიზმის სააგენტოს თავმჯდომარემ ყურადღება სწორედ ამ თემაზე გაამახვილა. გიორგი ზოიძემ ირანულ მხარეს აჭარის შესახებ სპარსულ ენაზე დაბეჭდილი ბუკლეტებიც გადასცა. მონაწილე ქვეყნებს გავაცანით ჩვენი რეგიონის ტურისტული პოტენციალი, დამყარდა სამომავლო პარტნიორული ურთიერთობების ტურიზმის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან, რაც ხელს შეუწყობს ჩვენ რეგიონში ტურისტული სეზონის გახანგრძლივებას და პროდუქტულ თანამშრომლობას. ბოლო პერიოდში ქართულ კურორტებზე მოთხოვნილება გაიზარდა. ამ მიმართულებით ტურსააგენტოები თაბრიზში უკვე მუშაობენ. აჭარაში ირანელ ვიზიტორთა რიცხვი სამომავლოდ უფრო გაიზრდება, ამიტომ ეს შეხვედრა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. შეხვედრები გამართა სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ. თამაზ ჯაფარიძე ადგილობრივი ფერმერების მუშაობას გაეცნო და თაბრიზიდან 150 კილომეტრზე მდებარე რძის გადამამუშავებელი საამქრო მოინახულა. ჩვენ დავათვალიერეთ კომპლექსი, მოწონება დაიმსახურა. აქ ხელოვნური გათბობის სადგური წყინვალეთ მუშაობს. ასე რომ დაისახა მომავალი პერსპექტივები ერთობლივი საქმიანობისათვის. მომავალი გვაჩვენებს, ვფიქრობთ, შედეგიანი იქნება ჩვენი შეხვედრა ამ კოლექტივთან. ჩვენი კომპანია ადგილობრივ ბაზარზე ყოველდღიურად რამდენიმე ათეულ ტონა რძეს ყიდის. სამომავლოდ საწარმოს გაზრდას და პროდუქციის ექსპორტზე გატანას გეგმავთ. ჩვენს ინტერესში შედის ქართული ბაზარიც, ამიტომ დღევანდელი შეხვედრა ჩვენთვის საინტერესო იყო. ივლისში ბათუმში დაგეგმილ ქვიშის ჭიდაობაში მონაწილეობას ირანელი ფალავნებიც მიიღებენ. ამის შესახებ სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარის ირანელ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. ევას ხარაძე ირანულ მხარეს ბათუმში დაგეგმილი საერთაშორისო ჩემპიონატების შესახებ ესაუბრა. ვფიქრობთ, რომ ეს ამ რეგიონში ჩვენი ასე ვთქვათ სპორტული მიმართულება კიდევ უფრო გააქტიურდება. კონკრეტულად საუბარი ქონდა წელს რომ იგეგმება მსოფლიო ჩემპიონატი ქვიშის ჭიდაობას და ჩვენ შევთავაზეთ ირანის მხარეს რომ ჩამოგბრძანდეს და მიიღოს მონაწილეობა აი ამ ჩვენს დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატში. ჩვენი მოჭიდავეები ბათუმში დაგეგმილ საერთაშორისო ჩემპიონატზე იასპარეზებენ. არ გამოვრიცხავთ ბათუმში სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებების გავლას. ირანს ისევე როგორც საქართველოს სპორტის ამ სახეობაში დიდი ტრადიციები გააჩნია. შეხვედრებს ქართველი დიპლომატებიც ესწრებოდნენ. ირანსა და პაკისტანში საქართველოს ელჩის გიორგი ჯანჯღავას თქმით, მსგავსი ვიზიტები ხელს უწყობს ირანული ბაზრის შესწავლასა და ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავებას. ირანი არის ახალი მოთამაშე საქართველოს ბაზარზე.
და ყოველთვიურად იზრდება ირანელი ტურისტების რაოდენობის ზრდა საქართველოში, კერძოდ ბათუმში. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს კონფერენცია და ალბათ მომავალში რეგულარულად მივიღეთ მონაწილეობას ამგვარ ღონისძიებებზე, რომელიც ჩატარდება ირანის ტერიტორიაზე. ორმხრივი შეხვედრების შედეგს ქართული მხარე ზაფხულის საკურორტო სეზონზე ელოდება. სამომავლოდ ირანში კიდევ რამდენიმე ოფიციალური შეხვედრაა დაგეგმილი.